რატომ არის ქართული პროფესიონალური კრივი ერთი დიდი ოჯახი? ეხლა მოგახსენებთ. მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ და ვიწყებთ კრივის სამყაროს მორიგ ეპიზოდს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ჩვენ გვექნება 2026 წლის პირველი გასვლითი ვიდეო ბლოგი ამჯერად საფრანგეთიდან. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ერთი დიდი ოჯახი ქართული პროფესიონალური კრივი, საქმე იმაშია, რომ ეხლა მე ვიქნები ორი ძალიან მაგარი მოკრივის სეკუნდანტი ფრანგულ რინგზე და ეს მოკრივეები არიან ერთმანეთის ძველი მეტოქეები დავით ბერიძე და გელა თეგაშვილი. დავით ბერიძის დებიუტი პროფესიონალური კრივის რინგზე სწორედ გელა თეგაშვილის წინააღმდეგ შედგა, მაშინ ამ მოკრივეებმა ძალიან მაგარი ბრძოლა აჩვენეს, დაუნდობელი და ყველანაირად გამართული ისეთი როგორიც იყო ქართული კრივის ხომალდი. გელა თეგაშვილის წარდგენა არ ჭირდება. ის არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონატის ნობელი კრივის კლუბის გლების წარმომადგენელი, ერთ-ერთი გამოჩეული კრივის კლუბის საქართველოში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ მიხეილ ბაკაშვილი. რაც შეეხება დავით ბერიძეს, ის წარმოადგენს რუსთავს, ძალიან კარგი პერსპექტიული ახალგაზრდა მოკრივეა, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ რინგზე ძალიან დაუნდობელია და ბევრი რამე შეუძლია. მოკლედ, ეს ორი ძველი მეტოქე ეხლა ერთად იბრძოლებს საფრანგეთში ადგილობრივი მოკრივეების წინააღმდეგ. მე მხვდა პატივი ყოფილიყავ მათი სეკუნდანტი აი ამ ბრძოლებში და აი ამ ვიდეო ბლოგში მე გაჩვენებ ყველაფერს. როგორ იქნება ჩვენი დეტალები, სად ჩავალ, რა სიტუაცია დაგხვდება, როგორ წარიმართება და ყველაფერი იქნება ძალიან ცოცხალი და ძალიან ნამდვილი, ისე ზუსტად როგორც ხდება სინამდვილეში. ასე რომ არ დაგავიწყდეთ, მოიწონოთ ეს ვიდეო, გააზიაროთ სოციალურ ქსელებში, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing George, ასევე Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო და წავწეთ. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი მოგზაურობა დაიწყო, აი ჩვენი ნომები, მაგრამ ეხლა ყველას ძალიან გვეძინებს. ბიჭები წონას იკლებენ. ლაპარაკის ხასიათი არ ვართ და ცოტა აზრზე მოვალთ და მერე ვილაპარაკ. აი ესეთი განწყობა გვაქვს. აი ასე მეგობრებო, მოკლედ უკვე ვართ მიუნხენში, ძალიან დაღლილები წონის კლებაში, მაგრამ ამის მიუხედავად ბიჭები ცდილობენ რომ ხმეობა შეინარჩუნონ. მოდი გელას ვკითხოთ, როგორ არის პირველ რიგში მომზადებული გელა თეგაშვილი, საქართველოს ჩემპიონი, საჩემპიონო ხამრის მფლობელი. გელა, მოდი მითხარი, როგორ მოემზადე ამ ბრძოლისთვის შენ კრივის კლუბ გლებში, მიხეილ ბაკაშვილთან ვარჯიშობ, როგორ გაიარე მზადება, როგორ ფორმაში ხარ და რას უნდა ელოდოს გულშემატკივარ შენგან აი ამ ბრძოლაში. მზადებამ ყველაფერმა კარგად ჩაიგარა, ეხლა ვიყავ ძალიან ცუდად. გადაღლილია და დამწვარი რასაც ქვია. არაფერზე არ უღელავ, არაფერზე არ ნერვიულობ, თამდე ჩამოყანა ვიდეო. ჩემი გემოზე თავისებურება ძალიან დამღლელია, თან უმეტეს წონის კლებაში ამდენის დაკლებაც არასდროს არ მომწევია, რომ ამდენიც ეხა მომწია და ასე ვთქვათ, პირველი გამოცდილებაა ჩემთვის ესეთი წონის კლება და ძალიან რთული ყოფილა. დანარჩენი რო აღვიდგენს, დავისვენებს და ძალებს მოვიკრებავთ, მე ყველაფერი კარგად იქნება უფლისწყალობით. ბრძოლაც მჯერა რომ ბოლომდე იქნება. არ ვიცი მისი გამარჯვების სამთავრდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამარჯვება ჩამოვიტანო საქართველოში ამ გადაღლილების მიუხედავად. თავს არ დავუზოგავ ერთი სიტყვით. შენ ამ მეტოქეს ვისთანაც ახლა ხვდები, იცნობ უკვე, იმიტომ რომ ერთი ბრძოლა გამართული გაქვს. საკმაოდ უცნაურ ვითარებაში დასრულდა ის ბრძოლა, ნუ ვადაზე ადრე თვითონ კარგი გაუჩნდა და შეწყვიტეს ბრძოლა და თვითონ წარმოგახეთქვის მიანიჭეს უპირატესობა. რა შეგიძლია თქვა ამ მეტოქეზე, შენ გამოცდილი ყავს ერთი სიტყვით, ერთგვარი სარევანშო ბრძოლაა და რევანში გვაქვს ასაღები ყველაფრისთვის. შენ როგორ ფიქრობ, როგორი მეტოქეა და რასელი, რას შემოგთავაზებს და შენ თუ რამე განსაკუთრებულად დაამუშავე აი ამ მეტოქისთვის რაიმე, თუ მოუმზადე რამე სიურპრიზი მოკლედ აი ამ ბრძოლის. სიურპრიზი დიდად არაფერი, უბრალოდ უფრო კარგ ფორმაში ვარ, ვიდრე წინაზე ვიყავი. განსაკუთრებულს ისეც არაფერს არ ველი ისგანაც, ალბათ ისე იგივე იქნება, რაც მაშინ იყო, იმიტომ რომ მაშინაც ისე დამხვდა, რომ აი ძალიან თომ გიჟივით, მაგრამ კი არაფერი. მაგასაც მივხედავთ, თვალები იქნება, თუზები იქნება, არ არის პრობლემა. და წინაზე თუ მესამეში გავუხეთქე კარგი, ახლა მეხუთეში გავუხეთქავ, რომ ვერაფერი მისგანაც.
წინასთან შედარებით უკეთეს ფორმაში ვარ, რასაც ვქვია. და ეხლა უფრო მეტი ზონის აღდგენა მიწევს და ეხლა უფრო ძიმე დარტყმებს უნდა ელოდოს ჩემგან უფრო წინაზე. ხედავთ ჩვენ გელას мотиваციას, განწყობას და აქვე მინდა ვთქვა, რომ გელას უახლოეს მეგობარი და თანაგუნდელი, გამარჯვებით მოდის საფრანგეთიდან ლევან იანქოშვილი, კრივის კლუბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ღირსეული წარმომადგენელი და ასევე საქართველოს საჩემპიონო ქამრის მფლობელი მოქმედი და მე მგონი ეს ლევანის წარმატებაც გელაზეც და ჩვენზე ყველაზე, იმიტომ რომ როგორც მე ვიდეოს დასაწყისში აღნიშნე, ზოგადად ქართული პროფესიონალური კრივი მართლა ერთი დიდი ოჯახია და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ლევანისთვის, ყველასთვის გასახარია და ყველას კიდე ძალიან დიდ სტიმულს მოგცემს ეს ყველაფერი და უნდა ჩვენც გავაგრძელოთ ახლა ეს კარგი სვლა, უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად გამარჯვებით. დათოსთვის ეს არის უკვე მეორე გასვლა უცხოეთში. პირველი სადებიუტო გასვლა შესახებ ჩვენმა ერთგულო მაყურებელმა ნახა, ჩვენიერი ვიდეო ბლოგი ჰქონდა. კარგი ბრძოლა ჩაატარა დათომ ლილში ვიყავით საფრანგეთში და მაგრამ ყოველთვის პირველი ბრძოლას ახლავს მაინც თავისი განცდა, თავისი რაღაცა პირველი გატესტვა, ასე ვთქვათ, საკუთარი თავისაც, სიტუაციისას და ასე შემდეგ. დავით, ეხლა რა შეგიძლია თქვა, უკვე მეორე გასვლაა, როგორ ფორმაში ხარ, როგორ ხარ მზად, თუ გაქვს რაიმე ზედმეტი ფიქრები, რაღაცა სირთულეებს ხვარელი და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ გასვლას, წინა გასვლა იყო ცოტა სანერვიული, იმიტომ რომ პირველი გასვლა იყო ჩემთვის და მართლაც ემოციური იყო ძალიან და თვითონ რინგზეც და ფიჯიბეც იმოქმედა ძალიან ყველაფერმა. ეხლა უკვე მშვიდად ვარ, ვიცი რაც უნდა გავაკეთო, როგორ უნდა გავაკეთო, როგორ უნდა მივხვდე ყველაფერს. რაც შეეხება მზადება გავიარე ქალაქ რუსთავში ზურაბ ჩიტარიკაშვილთან. ძალიან მაგარი ჭექნით მომზადებოდი, მაგარი სპარინგები მქონდა, პოინტს კლებაც იდეალურად მიდის. მინდა აღნიშნო ის, რომ აქამდე როგორც ფორმაში ვიყავი, რადიკალურად სხვანაირი ფიზიკა მომემატა და ასევე კარდიოც სხვანაირი გამიხდა რა. აი ახლა ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიჭი დებიუტანტია, მომწონდება. არ ვაფასებ, როგორც უარყოფილი, ვაფასებ დადებითად რა თქმა უნდა რა. ყველას თავისი შესაძლებლობის გამოვლენა უნდა ჩუბებზე და დაწუნებულად ჩემი წინააღმდეგი მაქსიმუმ ჩადებს, რომ ჩემთან იასპარეზოს. ანალოგიურად მეც არ ვიცი როგორ დასრულდება ბრძოლა, თუმცა ვიცი, რომ და იმედი მაქვს უფლის წყალობით, რომ ჩემი გამარჯვება დამთავრდება. ერთი საკითხი მინდა კიდე შენთან განვიხილო დავით, მოკლედ შენც საკმაოდ გიწევს წონის კლება. რაც არის ყოველთვის რთული და მით უმეტეს აი ესე როცა გზაში ხარ, ეს ნერვებზეც მოქმედებს. ასე შემდეგ საკმაოდ ბევრი დაიკელი თან აი ამ ბრძოლისთვის, რომ პროფესიონალურად და კარგად ჩავაბაროთ ყველაფერი და ზუსტად კარგი ბრძოლა გქონდეს, მაგით გააკეთე. შენი აზრით ეს ხო არ იქნება რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ შენთვის პირადად რომ აი ამდენი გაკლებული რაღაც გასუსტებს, რა თქმა უნდა ფსიქოლოგიაზეც მოქმედებს, აი ეს ყველაფერი როგორ გაქვს შენ თავში დანაგები? როდესაც ბევრი შრომა ჩადე ამ მომზადებაში და ფიჯიბისთვის იქ უკვე წონის კლება როგორ წავიდა და როგორ სუსტად ხარ მაგას უკვე აღარ ვუყურებ რა. თავარია რინგზე შევიდე, ჩემი მაქსიმუმ გავაკეთე და მოვუნდა უკან და არ თქვა ის რომ მე რომ აი უფრო მეტი შემიძლია და რატო არ გავაკეთე და მიზეზი არ მოვუწევ. წავალ, რინგზე შევალ, ჩემს გავაკეთე და გამოვალ რა. თავარი ეს არის კიდევ ერთ აღნიშნავ, რომ ავიდეთ ჩვენი სიამოვნება მივიღოთ რინგზე, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და არ დაგვრჩეს იმის განცდა, რომ რაღაცა დაგვრჩა შეგვეძლო მეტი გავეკეთებინა და რამე დავაკელით და ეს არის პროფესიონალური კრივი, დანარჩენი მოკლედ ნახოთ და გამოჩნდება. კიდევ ერთს დავამატებ, რომ გელა და დათო არიან ძველი მეტოქეები, სადებიუტო ბრძოლა მე აღნიშნე, რომ ერთმანეთთან ჰქონდა, მაგრამ ზუსტად აი ეს არის სპორტი, ეს არის კრივი, ეს არის ქართული პროფესიონალური კრივი. დღეს ვართ ჩვენ ერთ გუნდში, ვაკეთებთ ერთ საქმეს, ვეხმარებით ერთმანეთს და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მეგობრდებით და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა გველიც კიდევ წინ დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო ქალაქში მივდივართ. მოკლედ მეგობრებო, აი ესეთ მაგარ ბიჭებთან ერთად გვიწევს ეს ასპარეზობა. დარწმუნებული ვარ, საინტერესო მომენტები ბევრი იქნება ამ ვიდეოში, იმიტომ რომ კარგი ბიჭები არიან, კარგ ბრძოლებს ველოდებით, კარგ ქალაქში მივდივართ. მოკლედ რაც მოხდება, ვაჩვენოთ ყველაფერი ჩვენ გულშემატკივარს, თქვენ კი ბიჭებო წარმატებები და შეუბეროთ მაგრად. ასეც ხდება, აი ჩამოვედით ლიონის სენ-ეგზიუპერის სახელობის აეროპორტში და არავინაც არ არის.
ჩვენი მასპინძლები აგვიანებენ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა რეისმა დაიგვიანა, თვითონაც არ ჩანან. გამოჩდებიან იმედია. ხდება ხოლმე ასე ხანდახან. მოვიდა, მასპინძელი გამოჩნდა და დავიძარით საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ სენტ-ეტიენი. Pas d'un pays, mais on est d'une ville où la rue artérielle limite le décor. Les cheminées d'usine ululent à la mort. La lampe du gardien rigole de mon style. ერთი საათის ნაცვლად მოვუნდით 2 საათს გზავრობას და ჩამოვედით სენტ-ეტიენში ლიონიდან. გზაში იყო საცობები, რაღაც ავარიები და ამის გამო დაგვაგვიანდა და აი მართლა ბიჭები უკვე ძალიან დაღლილები არიან და მეც მობრივია ბოლო ენერგიის, ბოლო წვეთები გამოგვეწურა მოკლედ აი ამ გზავრობაში. თუმცა ეხლა უკვე სასტუმროსთან მოვედით და ავალ ცოტა ხანი როგორც გითხრეს გვექნება დრო დასვენებისთვის 1 საათი დაახლოებით და მე უკვე აწონებზე წაგვიყვანე, რაც მალე იქნება აწონები ჩვენთვის უკეთესია, რომ ბიჭებმა ჩააბარონ წონა და დავიწყოთ მე აღდგენი. მოვიდა აწონების დრო. მოგვიყვანეს აი ამ დარბაზში. დასვენება დიდად ვერ მოვასწარით, მაგრამ ვაშლებით ვუძრავებით. ავას ორი აქვს. იმიტომ რომ ერთ სული აქვს, აიწონონ ბიჭები და რაღაცა მიიღონ, თორე ცუდად არის აქ. მე ძალიან დაღლილი ვარ, არ ვიცი, ისე დავიღალეთ, რომ დაართული. აი ეს არის სპორტი და ეს არის ამიტომ არ რთული გასვლითი ბრძოლები, მაგრამ უკლავდებით ყველაფერს. Je me saoule à New York et je me bats à Paris. Mais c'est quand même ici que pousse un tout petit. Cette fleur de grisou à tige de métal Saint-Étienne. Le charbon et le feu. C'est le charbon. არსებობს ბედნიერებისა და ჭეშმარიტების წუთები და ერთ-ერთი ესეთი ბედნიერებისა და ჭეშმარიტების წუთი არის აწონების მერე ჭამა და აღდგენა. აი ასე ჩავაბარეთ წონა. კარგად. ნუ გელას მეტოქე ცოტა დიდი იყო, მაგრამ სამაგიეროდ დათოს მეტოქე იყო პატარა. მაგრამ ჩვენ რაც თავარია როგორც პროფესიონალურად კარგად ჩავაბარეთ და მოვედით აი უნდა დავიპყროთ უკვე აქაურობა. ვიწყებთ აქაურობის штурმით აღებას.
ძოლის დღე გათენდა მეგობრებო და დილას საუზმის მერე ცოტა დავისვენეთ და გადავწყვიტეთ რომ სულ ცოტა ვისეირნოთ სენტ-ეტიენის ქუჩებში. სენტ-ეტიენი ქართველი გულშემატკივრებისთვის, სპორტის გულშემატკივრებისთვის ნაცნობია ძირითადად საფეხბურთო კლუბით, რომელიც ამ ქალაქის ერთ-ერთი მართლაც მთავარი სიმბოლოა და რომელშიც ამჟამად ირიცხება ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი. თუმცა ამის გარდა ეს ქალაქი ცნობილია იმით, რომ იყო თავის დროზე ინდუსტრიული ქალაქი, აქ იყო დიდი შახტები ქვანახშირის, იყო ქარხნები და ასე შემდეგ. იყო პირველი რკინიგზა უკავშირდება სენტ-ეტიენს, ევროპაში პირველი რკინიგზა და ასევე იარაღის დიდი წარმოება მე-18 საუკუნეში. თურმე ერთი პერიოდი ამ ქალაქს იარაღის ქალაქსაც კი ეძახდნენ, იმიტომ რომ აქედან მარაგდებოდა საფრანგეთის მთელი არმია. დღესდღეობით ყველა შახტა დახურულია და გადაკეთდა ქალაქი, ასე ვთქვათ, ქალაქის კონცეფცია და შახტების და მეშახტეების ქალაქიდან. ეს გორაკებზე გაშენებული ქალაქი დღეს იქცა და ითვლება ეგრეთ წოდებულ დიზაინის ქალაქად. ჩვენ გამოვედით, ბევრს ვერ ვივლით, მთელ ქალაქს ნამდვილად ვერ შემოვივლით, თუმცა პატარა გასეირნებას მოვაწყობთ. აი, ბიჭები არიან კარგი განწყობით, დიდი საუზმის მერე, აღგენა კარგად მიდის. მოკლედ, პატარ-პატარა ადგილებს ვნახავთ, ჰაერზე გავისეირნებთ და თქვენს გაჩვენებთ, როგორ განვითარდება ჩვენი მოგზაურობა. Დავიდეთ, ვნახოთ სენტ-ეტიენს. L'autobus de nuit qui m'emmène au dépôt. Et ton pavé mouillé qui me glisse sous la peau. Tout cet acier lent qui me sort par les mots. On ne nous a jamais donné les clés de la ville. On les a brisées, la ferraille et la boue. C'est la banlieue rouge. C'est le charbon et le feu. მოვედით მუზეუმში მაღაროელების. აი აქ იყო შახტები და ძველი ქარხანა და მოკლედ აი აქ არის მუზეუმი, საინტერესო ძველი შენობებია. როგორც გითხარით, მაღაროელების ქალაქი ბოლო მაღარო 1991 წელს დაიკეტა და მაღაროელების ქალაქი იქცა დიზაინის ქალაქად. ამაშიც არის ერთგვარი საინტერესო შტრიხები თანამედროვე ევროპის, რომ ინდუსტრიალიზაციიდან და ინდუსტრიიდან გადადიან უკვე სხვა სახის ცხოვრებაზე, სხვა პრიორიტეტები აქვს. C'est quand même ici que pousse à tout petit cette fleur de grisou à tige de métal Saint-Étienne. Le charbon et le feu.
აი ასე მეგობრებო, მოვედით საკრივო დარბაზში, სადაც უკვე დაწყებულია ახლა ბრძოლები. აი ესეთი სამოყვარულო კრივის ორთაბრძოლებია, ჯერჯერობით. საკმაოდ გახურებულია დარბაზი, ხალხი უკვე მოდის. აი ასეთი სიტუაციაა. ჩვენ დრო ბევრი გვაქვს, თავარ ბრძოლაში გელა იბრძოლებს, მანამდე დავითი იბრძოლებს. რაც თავარია, ხალხი არის, აჟიოტაჟი არის, ეს ჩვენ მხოლოდ გვახარებს, ძალიან კარგია, მართალია ჩვენი გულშემატკივრები აქ არ იქნებიან, მაგრამ ვეცდებით, რომ უკვე რინგზე მოვიმხროთ ადგილობრივ გულშემატკივართა გუნდები მაგარ ბრძოლას აპირებენ, მოკლედ მოვემზადებით, შეუბერავთ და ყველაფერს დავდებით. Just a man and his will to survive. So many times it happens too fast. You trade your passion for glory. Don't lose your grip on the dreams of the past. You must fight just to keep them alive. It's the eye of the tiger, it's the thrill of the fight, rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night, and he's watching us all with the eye of the tiger. Face to face out in the heat, hanging tough, staying hungry. Face back the odds, still we take to the street for the kill with the skill to survive. It's the eye of the tiger, it's the thrill of the fight, rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night, and he's watching us all with the eye of the tiger. Rising up straight to the top, had the guts, got the glory, went the distance, now I'm not gonna stop. Just a man and his will to survive. It's the eye of the tiger, it's the thrill of the fight, rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night, and he's watching us all with the eye of the tiger. The eye of the tiger. დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ამ ვიდეოს უკვე თბილისიდან წერ შუაღამისას, როდესაც დავბრუნდით უკვე ჩვენ სამშობლოში, თუმცა სანამ შთაბეჭდილებები მომყვება, მინდოდა რომ აი ესე ჩამეწერა, სანამ სახლში მივიდოდი ეს საბოლოო ვიდეო. მოკლედ დასანანია ძალიან ის მარცხი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ დავითმა ტრამვის გამო, ვეღარ შეძლო ასპარეზობის გაგრძელება. მას ნეკნი აქვს გაბზარული, სამწუხაროდ ძალიან ისეთი დასანანი ტრავმა მიიღო. რაც შეეხება გელას, ძალიან თანაბარი, ძალიან მაგარი, ძალიან
კარგი ბრძოლა გამართა გელამ. უნდა აღინიშნოს, როგორც ჩვენ თქვით, რომ გელას მეტოქე მასზე უფრო ძიმე იყო აწონებზე, თუმცა ამის მიუხედავად გელას არაფერი არ დაუთმია და აი ესეთ თანაბარ ბრძოლაში სამწუხაროდ მეტოქეს აუწიეს ხელი. თუმცა ბიჭები არ ტყდებიან, შთაბეჭდილებების სხვა ქალაქი თქვენ თვითონ ნახეთ, საკმაოდ საინტერესო ქალაქია სენტ-ეტიენი, უფრო მაგარი ქალაქებიც აქვს ფრანგებს, თუმცა სენტ-ეტიენსაც არაფერი არ უჭირს. ყველა საინტერესო კი იყო უშუალოდ ბიჭების ასპარეზობა, უშუალოდ ბიჭებთან ერთად გატარებული დრო და აი ის მეგობრობა, ერთად დგომა, რაც შეგვიძლიათ ქართველ მოკრივეებს. მოკლედ მე კმაყოფილი ვარ და წინ ძალიან ბევრი კიდევ უფრო მაგარი მოგზაურობები გველის, ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing George, ასევე Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო. წავედით.